თუ დავუშვათ მოსახვა მარჯვნივ მოხდა და შენ იმ ზოლში არ გეხარ, შესაბამის ზოლში არ გეხარ. და დავუშვათ 50 მეტრია დარჩენილი. მოიცა მაშინ რატო არ გეხარ მიზეს გააჩნია? ნუ დავუშვათ გადაწყვიტე უცბად რომ უნდა ჩავხვია მარჯვნივ. ეგ გამოცდაზე იძახი თუ მერე? ზოგადად. ან თუნდაც გამოცდაზე მოგივიდე ეგეთი. არა, გამოცდაზე როგორ უნდა მოგივიდეს უცბად? მაშინ დაგავიწყდა, ანუ 300 მეტრი რო გითხრა, ხო? ესე იგი არ მიაქციე ყურად. არა, დავუშვათ არ იცი რომ ეს ზოლი იქ თურმე არ მიდიოდა. როგორ შენ ხო? არა, ეგრე ვერ მოხდება. ნახე, გამოცდაზე 300 მეტრი მარჯვენა რო გითხრა, უკიდურესი დაიჭირე შენ მარჯვენა. და არ არსებობს ისე მოხდეს რომ ის მარჯვენა არ მიდიოდეს, ხო? არა, რისი თქმა მინდოდა, იცი? დავუშვათ თუ უწყვეტია, ზოლის შეცვლა არ შეგიძლია, მაგრამ უწყვეტია. მაგრამ 50 მეტრია დარჩენილი, მალე იმეშვება რა, უხავს უკვე. გადასვლა შეგიძლია, კაი, არა არის შეცდომა, რატო პირიქით? რა თქმა უნდა, არ არის შეცდომა პირიქით, ანუ სადღაც უნდა მოახერხო, მაგრამ რატომ მიყავს 50 მეტრამდე საქმე თქო? დავუშვათ ისეთი სიტუაცია შეგექმნა უცბად. და ცხოვრებაში არა გამოდის. თუ ისეთი სიტუაცია შეგექმნა ცხოვრებაში და ვაფშე შეფერხება, სულ რო უწყვეტი იყოს და რაღაცა, მაინც შეგიძლია გადაკვეთა მიხდი, შენი ბრალი არ არის. აი მაგალითად შუქიშათან და შეუყვევენ, მაგრამ მარჯვენა ზოლში ხშირად შეგხვედრია, რომ დგას მანქანა ავარიულად გაჩერებული, ეგრევე შეფერხებულებ და იძულებული ხარ მარცხენა წამხვევის წამსვლელი ზოლიდან შეუხვიო მარჯვნივ. ეგ უკვე შენი ბრალი აღარ არის. არა და თუ არანაირი შეფერხება არ დავშ აი ამ ზოლში ვარ და მინდა ჩავხვი ქვემოთ და ეგ თუ აქ უცბად გადავწყვიტე რომ უკვე მაშინ რა თქმა უნდა შეცდომაა. სულ რო წყვეტილია იმ ზოლიდან ეხა ამან რო აქეთ გადმოგიჭრას. რა თქმა უნდა გამოცდასაც თავი რო დავანებოთ ისედაც საშიშია და გამოცდაზე რა თქმა უნდა ყველა ვარიანტი შეცდომა. და ყოველთვის ნელ-ნელა უნდა ჩაიწყო. ეტაპობრივად. სიტყვაზე გიწევს ორი ზოლის მოწოდება, ხო? გადმოხვიდე ერთი ზოლი და ცოტა ხანში. ცოტა ხანში გადააკონტროლო ისევ გადმოხვიდე მით უმეტეს გამოცდაზე და მერეც უკვე მაგას ხა რა თქმა უნდა უხეშად აკეთებენ, მაგრამ უკვე გამოცდილება ჭირდება მაგას რა. მაგრამ ისე შეცდომა არის. რა თქმა უნდა შეცდომა არის. ანუ უკიდურესი ზოლი თუ არ გიჭირავს, ზოგან არის ოკეი კი ბატონო, რომ აი ორი ზოლი ერთად უხვევს, მაგრამ როცა ორი ზოლი უხვევს, ხო ერთად მარჯვნივ. მარჯვენა ზოლი მარტო მარჯვნივ უხვევს, მაგრამ ეხა აქ ნახე ნიშანი მარჯვენა ზოლი პირდაპირაც მიდის და მარჯვენაც. ამ დროს რო იქიდან გადმოგიხდეს ვიღაცა პრობლემაა, მიხდი, ხო? ეხა 300 მეტრში ჩვენ შევუხვევთ მარჯვნივ. მიიღუნე. ეს გაუშვიცინა ახლოს გვარვლების ყურება არ დაგჭირდება ეგ. კარგად გავეცი პასუხი, კიდე რა მკითხო ხო არა? არა. ეს უნდა ჩაიმას ხნა ხდება? არ ვიცი, ვერ გეტყვი. ჰაილაიტები. 150 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. ზებრას უყურებს. კი ბატონო, აი ხა ნახე, ეგრე წავედი. არა, ჯერ ვერ გადახვალ. კი ბატონო. ბასლაინი კი არა უწევს. კი, ბასლაინია. აი ახლა შეგიძლია ჩაუხტო და გადასარკე. და აი. იცი რა, ახლა გავიხედე უკანა იმაში, რა მითხარი რომ საკმარის. აქ ვიცოდით ისედაც რომ არავინ იქნებოდა, ნახე. ფიზიკურად ვერავინ იქნებოდა, იმიტომ რომ ბასლაინია და გამოვაგრძელეთ მარჯვენა ზოლშივე. წესით არავინ იქნებოდა რა. მაგრამ ეს არ არის დამაჯერებელი გამოცდაზე. გახედვა სარკი, გვერდზე გახედვა აუცილებლად. თავისტრია. ეხა მარე შევუხვევ მარჯვნივ. ამ შემთხვევაში ნახე რა ხდება, იმას ნუ ცალკე ზოლია ბასტანის და არ გვეხება, ფაქტია ჩათვალებს არ არის. რამდენი ზოლი ჩადის? ნახე კიდე, ეგ კითხვა რო არ დაგიბადა, შენ ხო დაიჭირე უკიდურესი. სულ 100 ჩადიოდეს. არა, მე მაგით მაგრამ ისე რამდენი ჩადის? ხო და ნახე, აი ხო 2 ჩადის, ოღონ ამ შემთხვევაში მარჯვენა მარტო მარჯვნივ მიდის და იმას მაგიტო აქ იქიდან შემოყვევის უფლება მიხვდი? მაგრამ ამ ზოლიდან პირდაპირაც რო შეგეძლოს და მარჯვნივაც, აქედან უკვე ის ვეღარ შემოუხოს, მიხვდი? მარცხენა ზოლი, იმიტომ რომ წარმოვიდგინე შენ პირდაპირ გაგრძელ და უცბად ეს აქეთ ჩაგიხდეს, ხო? ეგრე ხო ვერ იცავს რა? ეხა ეს ამისი თავისი ჩადის, ხო? ეს ჩენზე პირველი ჩავა. ეს ხო, ან ჩავა ეს საوار პირდაპირ მიდის, ავტობუსის ზოლი პირდაპირ გრძელდება, აქეთ არ მიდის. აქ შუქნიშანია როგორც მას. ნაცის. უარესები გაგვივლია. აი უფრო. აი. ეხლა? ნახე? შევუხვე ავტობუსს. ხარ მიმაყუდები. არა, ეხლა აი ხმარ ამოვიღე, დაძაბული არ ხარ. უბრალოდ ეხლა შეგიძლია მანევრის პროცესში ეგ გააკეთო.
ახლოს ოღონდ. აი ეგრე. არის ჩქარო. ხო და ეხლა გადავალ იქ. ეხლა ავტობუსია ნახე, აქ უკვე შენინებაა, გინდა გადახვა, გინდა დაელოდები, ანუ ავტობუსთან, ტრანსპორტთან დალოდება პრობლემა არ არის, მიხვდი? მაგრამ 150 მეტრში შევხვევ მარცხნ. მაგრამ აქ რომ მანქანა იდგეს ავარიულად, მანდ იძულებული ხარ უკვე გადახვიდე. ხდები განსხვავებას? ანუ ესე დროს სავალდებულო არაა, მაგიტო გეუბნები რა. მაგრამ მაინც გჭირდება გადასვლა. აი ეხა იმასთან იძულებული ხარ უკვე გადახვიდე, ოღონდ აკონტროლებ, როცა შვიდად და კომფორტულად იგზავნა თავს, მაშინ გადადიხარ. ლევს ამას დისტანცია გიჭირავს ამასთან. რო ახლოს არ მიხვიდე. აქ დროში შეზღუდული არ ხარ, პრეტენზიას ვერავინ ვერ გეტყვი. საჭე მოიმზადე ოდნავ ცოტა მარცხნივ. არ მიხვიდი ახლოს, რატომ მიდიხარ? საჭე მოიმზადე მარცხნივ. და როცა ან დაგითმობი, ან გაჩერდებიან, მერე გადახვალ. გავაკ ტელეფონში და მე რა? ცოტა ხო, თუ გინდა, მაგრამ ჩავთვლი მარცხნივ. ნუ არის მოსკო. აი ეგრე, კი ბატონო. აი ეგრე, წავედი. ზო, ეგ არის, აი ეგრე. ეხლა წავედი. მიხვდი? კიდევ ვამბობ, საჩქარო არ არის, როცა თავისუფალი იქნება მაშინ, არავის არ აფრთხო. მინდა შევხვდეთ ეხლა მარცხნივ. თავმაც. მალე შევხვდ მარცხნივ. შენი გზა არის, აი ეგრე. არ ვიყავი დარწმუნებული. მაგრამ კი, შენელება სწორია, მაგას ვიძახე, ოღონდ გზა პრიორიტეტი შენი. აი ეგრე. მალე შევხვდ მარცხნივ. აი ეგრე. ეხლა რა ხდებოდა გახსოვს? წარითავმად. ეს არის აჩქარები. პატარა აჩქარების ზოლი, ჩაუ. აი ეგრე, ყოჩა და შედიხარ. ციტას გავატარებთ. მიყევი ოღონდ ესე გაზითვეო. აი ეგრე, ყოჩა. всё. მიყევი ამზოს, ოღონდ მოუმატე ცოტა. ეხლა მეტი აჩქარების დრო არ ქონდა ფიზიკურად, იმიტომ რომ მანქანები იყო, ხო? თან ეს პატარა ის. პატარა მონაკვეთია, ხო და. მოუმატე არ შეფეთქე. ეხლა 300 მეტრში წრიულზე ვიმოძრავთ მარცხნივ. ას 50 მეტრში წრიულზე ვიმოძრავთ მარცხნივ. ესე იგი აქ მახსოვს რომ ერთი იყო მოსატრიალებელი და მეორე იყო კი ბატონო. ანუ ფაქტობრივად მოტრიალება არც გეხება, იქაც არ შეგხვდება, მაგრამ არ გეხება, ნა წრიულზე უნდა გააკეთო მანევრი. თუ მოტრიალებას გეტყვის, იქ გეტყვის წრიულზე იმოძრავები მარცხნივ და მარცხნივ რა. ისე ცოტა დამაბნეველია, იმიტომ რომ ორივეგან შეგიძლია წრიული მოძრაობა გააკეთო. კი ბატონო, ორივეგან შეგიძლია აქ მოტრიალება და იქაც შეგიძლია მამეთ წრიულზეც მოტრიალება. ახლა აქ ორი ზოლია, არა ერთი. ერთი ზოლია, ესე მიუყვები, ხო? ჯერცადი პირდაპირ. აი ეგრე, ეხლა მალე წრიულზე იმოძრავები მარცხნივ. აი ეგრე. ხო, შეგიძლია, ეხლა ის არ გექო. იმიტომ იმანაც ხო დაუთმო, გახედვა კარგი იყო. აქ უკვე ვისია პრიორიტეტი წესით? წესით შენ. მარცხნივ და პირდაპირ. პირდაპირ, კი. აი, всё, ეგ არის, ნახე. всё, იდეალური. ეხლა წრიულზე იმოძრავებ პირდაპირ. კი ბატონო, აი ეგრე. კარგია. აი ეგრე, კარგია, всё. იმსახურებ ხო ჩაბარე. ეხლა უკვე იმსახურებ. ეხლა უკვე უნდა მიეყოდო. აღარ ხდება. იმ მომენტებში ხმას არ ვიღებ, არ არის პრობლემა. მიიწე წინა აკონტროლებ. მე არ დარჩე ეგრე.